ხმაურითა და სიტყვიერი დაპირისპირებით დაიწყო პროევროპული აქციების მონაწილის საბას ხვიტარიძის სასამართლო პროცესი. სხდომის დასრულების შემდეგ კი სასამართლოს წინ ქართული ოცნების პოლიციამ მოქალაქე გიორგი ჩხეიძე დააკავა. პროცესზე დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა დაახლოებით 7 პოლიციელმა დარბაზში წინარიგები დაიკავეს. მათ ამ ქმედებას ხვიტარიძის ახლობლების პროტესტი მოჰყვა და პოლიციელების სხდომათა დარბაზიდან გასვლა მოითხოვეს. როგორც ხვიტარიძის ახლობლები და მხარდამჭერები ამბობდნენ, პოლიციელების მიერ წინარიგების დაკავების შემდეგ მათთვის დარბაზში ადგილი აღარ იყო. თავად პოლიციელებმა ჟურნალისტებს უთხრეს, რომ დაინტერესებული პირები იყვნენ და პროცესზე დასწრება ამიტომ სურდათ. დაპირისპირების შესაწყოთად მოსამართლემ 15 წუთიანი შესვენება გამოაცხადა. სხდომა კი მას შემდეგ განახლდა, რაც პოლიციელებმა სხდომათა დარბაზი დატოვეს. დღევანდელ სხდომაზე მოწმის სახით საქმის მთავარი გამომძიებელი სალომე ედიშერაშვილი დაიკითხა. დაკითხვის დასრულების შემდეგ მას საბას ხვიტარიძის ახლობლებმა და მხარდამჭერებმა სირცხვილის კორიდორი მოუწყვეს. გიორგი ჩხეიძე, რომელიც კიდევ ერთი სინდისის პატიმრის გიორგი ოკმელაშვილის სიძია, ქართული ოცნების პოლიციამ სასამართლოს ეზოში მაშინ დააკავა, როცა სალომე ედიშერაშვილი ტერიტორიას ტოვებდა. ონლაინ მედია პუბლიკას მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ჩხეიძე უბრალოდ იდგა და ტელეფონით ვიდეოს იღებდა, რა დროსაც მას პოლიციელები მიცვივდნენ და ძალის გამოყენებით დააკავეს. რასადავება ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტრო გიორგი ჩხეიძეს ჯერჯერობით უცნობია.